Მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის პროცესზე ბრალდების 2 მოწმე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დაზარალებული სპეცრაზმელები დაიკითხნენ. როგორც გიორგი გობრონიძემ განაცხადა, 29 ნოემბერს პიროტექნიკის ნაწილი მოხვდა და ზურგის არეში დამწვრობა მიიღო. მისივე თქმით, არ იცის ვისგან იყო ნასროლი ფოიერვერკი. შესაბამისად, ვერც ერთ ბრალდებულს ხელს ვერ დაადებს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა დაზარალებულმა სპეცრაზმელმა ლაშა გელაშვილმა კი განაცხადა, რომ ფეხში აქციის მონაწილეებისგან ნასროლი ქვა მოხვდა. მანაც აღნიშნა, რომ ვერ დაინახა ვისგან იყო ნასროლი ქვა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ბრალდებულებს დანაშაული დაუდგინდებათ, პრეტენზია ექნება. ვერ ახდენენ იდენტიფიკაციას ისინი, თუ ვისგან მოხვდათ, ასევე დღეს გაირკვა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თურმე მათ ნაწილს აქვთ საიდენტიფიკაციო ნომრები, რაზეც ხელი აქვთ მოწერილი და ეს იმას ნიშნავს, რომ მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელია და ჩვენ ვხედავთ არაერთ მოქალაქეს, რომელიც დაზიანებები მიიღოს, საკმაოდ მძიმე დაზიანებები და თურმე შესაძლებელი არის ამ მხრივ მაინც ჩატარდეს გამოძიება ვიდეო კადრების შესწავლის მიზნით, რადგან დაიდენტიფიცირდეს აქციის მიმდინარეობის დროს მოქალაქეებზე ვინ ახდენდა კონკრეტულ პიროვნებების სახელდაგვარებით დაიდენტიფიცირება. ბრალდებულებზე ბევრი ახალი ვერაფერი ვერ გავიგეთ ამ ადამიანებისგან, მაგრამ გავიგეთ კოკა კაციდაძეზე, რომ რაზეც მისი აწ უკვე აღარ არსებული უწყება აპელირებდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების დადგენა და ამოცნობა, თუნდაც რაღაც გამოძიების ფარგლებში, აღმოჩნდა რომ თურმე ეს ყოფილა ტყუილი და უბრალოდ სახელმწიფოს ინტერესი არ ქონია იმდენად რამდენადაც. ხო, იმდენად რამდენადაც ის გახლავთ უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ აუცნობი ნიშნებიც არსებობდა, კონკრეტულ ჯგუფებს კონკრეტული ხელმძღვანელები ყავდა და ფიცის ქვეშ უკვე მათი ვინაობებიც მოვისმინეთ. ანუ ხედავთ GDD-ს თანამშრომლებს, ხედავთ ჩავებში ჩაცმულ პიროვნებებს, რომლებსაც არანაირი იდენტიფიცირების ნიშნები არ აქვთ და თუ აქვთ ასეთი, მაშინ უნდა თქვა ან სად აქვთ და სადაწერიათ. იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ პიროვნებებს და პრაქტიკად ვიცით საერთაშორისო, რომ მათ უნდა ეწეროს ან კერდის ადგილას, ან ჩაფხუძე ისეთ ადგილას, რომ ყველასთვის კამერითაც კი იყოს ეს შესაძლებელია დაინახო და როცა ეს პიროვნებები ადასტურებენ, რომ უწერიათ, მაგრამ რეალურად ეს პრაქტიკაში ვერავინ ვერ ნახეთ და გამოძიებაც კი ვერც ნახულობს და არც ინტერესდება, კითხვის ნიშნებს ისევე აჩენს, როგორც ზოგადად ეს საქმე, რომელიც ბიჭების წინააღმდეგ არის დაწყებული.